თანამედროვე მედიცინაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინტეგრაციულ მიდგომას და ონკოლოგია არ არის გამონაკლისი. ონკოლოგიაში ძალიან მნიშვნელოვანია პრობლემის ჰოლისტიკური განხილვა, ყველა იმ მეთოდის გამოყენება, რაც სარგებლობის მომტანი იქნება პაციენტისთვის და ეს არა მხოლოდ სხვადასხვა მეთოდებს, არამედ თვითონ მედიკამენტოზური მკურნალობის პროცესშიც კი სხვადასხვა მედიკამენტის გამოყენებას გულისხმობს. არა მხოლოდ ის, რაც კლასიკურად არის მოწოდებული მკურნალობის სქემებში, არამედ სხვა დამატებითი მედიკამენტების გამოყენება, რომელიც შეავსებს იმ დანაკლისს, რაც კლასიკურ მიდგომას გააჩნია. ასეთია კომპლემენტარული მეთოდების გამოყენება და კომპლემენტარული მედიკამენტების გამოყენება. ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვიყენებთ და არა მარტო ჩვენ, არამედ ევროპაში ძალიან ფართოდ გამოიყენება ფითრის პრეპარატები ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის დროს. და ფიტრზე მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ, ეს არის უძველესი დროიდან ცნობილი სამკურნალო მცენარე, რომელიც ხალხურ მედიცინაში ცნობილი არის და უძველესი დროიდან ცნობილი იყო როგორც გულსისხლძარღვთა სისტემის სამკურნალო საშუალება, მაგრამ ბუნებაში ეს მცენარე იზრდება სხვა მცენარეზე, ნახევრად პარაზიტია, ბოტანიკური თვალსაზრისით რომ განვიხილოთ, ნახევრად პარაზიტი იმ თვალსაზრისით რომ მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის საჭირო ის მასპინძელ ხეს, იზრდება ხემცენარეებზე, მას აქვს თავისი ფოტოსინთეზი და ამიტომ არის ნახევრად პარაზიტი და ბუნებაში ფიტრი წარმოადგენს ონკოლოგიური პროცესის ანალოგიას მცენარეთა საფაროში. სწორედ აი ამ ანალოგიიდან გამომდინარე, ამ მიმართულებით იქნა ნაკვლევი ეს მცენარე გასული საუკუნის დასაწყისში 20 წლებში და მართლაც აღმოჩნდა, რომ ფიტრის წვენში ისეთი აქტიური ნივთიერებები შედის, ტოქსინებია ეს, ლექტინები და ვისკოტოქსინი, რომლებიც შერჩევითად მოქმედებენ პათოლოგიურად შეცვლილ უჯრედებზე, ბირთვს უზიანებენ და გამრავლებაში ხელს უშლიან. შესაბამისად, კლინიკური კვლევებით გადასტურდა, რომ ონკოლოგიური პროცესის წინსვლას ხელს უშლის და ონკოლოგიური პროცესების სამკურნალოდ შეიძლება იქნას გამოყენებული. მეორე მოქმედება, რაც ამ პრეპარატებს აქვს, ეს არის იმუნომოდულაციური მოქმედება და იმუნომოდულაცია კი გულისხმობს ორგანიზმის იმუნური სისტემის ნორმალიზებას და იმუნური რეაქციების ნორმალურ მდგომარეობამდე მიყვანას. ონკოლოგიური დაავადების მთავარი პრობლემა სწორედ ის არის, რომ იმუნური სისტემა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, მას აქვს რაღაც ნაკლოვანება, ვერ რეაგირებს, ვერ სცნობს უცხოს. იმუნური სისტემის მთავარი ფუნქცია არის უცხოს ცნობა და მოცილება და პათოლოგიურად შეცვლილი უჯრედი, რომელიც თითოეულ ჩვენთაგან ორგანიზმში წარმოიქმნება რეგულარულად, იმუნური სისტემის მიერ ხდება მისი ელიმინაცია, ანუ მისი მოცილება და თუ ამას ვერ აკეთებს იმუნური სისტემა, ამ შემთხვევაში ეს პათოლოგიური უჯრედი მრავლდება. ფიტრის პრეპარატები სწორედ იმუნურ სისტემას ასწავლის ცნობას, უცხოს ცნობას და მოცილებას. შესაბამისად, ამ პრეპარატებს აქვს ორგვარი ქმედება, ერთის მხრივ ონკოლოგიური პროცესს უპირისპირდება, მეორეს მხრივ ორგანიზმს ეხმარება თვითგანკურნების ძალების მობილიზებაში. და როდესაც ქიმიოთერაპიის პარალელურად გამოიყენება, ქიმიოთერაპიას ეხმარება მიზნის მიღწევაში და ორგანიზმს ეხმარება ქიმიოთერაპიის არასასურველი გვერდითი მოვლენების დაძლევაში. და ამ მკურნალობის პროცესის ბოლომდე ჩატარების საშუალება გვეძლევა ამ შემთხვევაში. ეს არ არის რაღაც ალტერნატიული, არამედ არის კომპლემენტარული და ძალიან დამხმარე ონკოლოგიური დაავადებების დროს. არსებობს ფიტრის სხვადასხვა პრეპარატი, სხვადასხვა ფირმის პრეპარატი, ჩვენ უპირატესობას ვაჭერთ გერმანულ პრეპარატებს და გერმანული და შვეიცარიული წარმოების პრეპარატებს. ესეთია მაგალითად ისკადორი, შვეიცარიული წარმოების, გერმანული წარმოების არის აბნობას, ფიტრი, ჰელიქსორი, ისკუცინი. მიზანი ერთი აქვს, მაგრამ დამზადების ტექნოლოგია არის სხვადასხვა, შესაბამისად სხვადასხვა პათოლოგიური პროცესის დროს გვიჩვენია ხოლმე ეხლა ექიმის გამოცდილებაზეა ეს დამოკიდებული სხვადასხვა პრეპარატის გამოყენება.
პაციენტები არიან ძალიან ბედნიერები, კმაყოფილები, იმიტომ რომ შედეგი პრინციპში გარანტირებულია, შეიძლება ითქვას, ზოგადი მდგომარეობის შემსუბუქების, გაუმჯობესების და ონკოლოგიური პროცესის დამუხრუჭების სახით.